ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დიდთოვლობის გამო დაიღუპა მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ეს ინფორმაცია დაადასტურეს. არსებული ცნობით ის ცდილობდა დახმარებოდა მეზობელს, თუმცა დიდთოვლობის გამო სახურავი ჩამოინგრა და მამაკაცი დაიღუპა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში. ძალიან ბევრი მომხმარებელი განსაკუთრებით გურიიდან ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ისინი ითხოვენ დახმარებას. ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს თუ როგორი გაუვალი არის რამდენიმე სოფელში უბრალოდ ქუჩები, მთლიანად ზოგიერთი სახლი მთლიანად არის დაფარული თოვლით და უბრალოდ შეუძლებელი არის გადაადგილება. ადგილობრივი მედია წერს, რომ რამდენიმე სოფელი უბრალოდ მოწყვეტილი არის სამყაროს და მათ დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სადაც მომხმარებლები ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას და მობილიზებას. მოქალაქეები ასევე ავრცელებენ ცნობას, რომელიც ვრცელდება ამ ეტაპზე. თინათინ აბაშიძე ამ ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის წერს, ტელეფონის ბოლო ელემენტებად ვიყენებ ამ პოსტისთვის, არც შუქია, არც წყალი, არც გზა. ღმერთს მადლობა, ჩემს ოჯახს მობილიზებული ჰქონდა საკვები და საარსებო საჭიროებები. თუმცა სხვას წერს მომხმარებელი, ასევე დავით სიმონია სხვადასხვა პოსტებს აჯამებს თუ რა მდგომარეობა სხვადასხვა სოფელში და რა ცნობა გავრცელდა. სოფელ შრომაში სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია, სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. ვენერა სარქისიანის სახლში მარტოა, ვერ უკავშირდება შვილი. ასეთი ცნობა გავრცელდა. ბებიას ბოლოს ესაუბრა მარი ქავთარაძე 8 საათზე საღამოს, ამ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბა თავსაფარავდნენ საქათმეს, ახლა ვეღარ უკავშირდება. 4 საათის წინ გამოქვეყნდა, უბრალოდ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ამ ჯგუფში ეს პოსტი. როგორც უკვე გითხარით, მომხმარებლები ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას. ახლახან შეიქმნა მოხალისეები გურიისთვის და უკვე 4000 წევრი ყავს ამ ჯგუფს. რაც შეეხება ცნობას და ოფიციალურ ინფორმაციას თუ მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი პოსტი. მიმდინარეობს აქტიური წმენდითი სამუშაოები. პირველივე დღიდან ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე სხვადასხვა სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნას ყველა პრობლემა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მომხალაგებისთვის საჭიროებებზე ხდება რეაგირება. განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ და მის ეს კომენტარი გამოქვეყნებული არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდზე. როგორც ცნობილი არის, ოზურგეთის ბაღებსა და სკოლებში სტიქიის გამო სწავლა არის ამჟამად შეჩერებული. ასევე შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც გადაღებული არის გურის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მოქალაქე არსებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ახლა მოვდივარ ჩემი მეზობლიდან, რომელთანაც წავიღე ტელეფონები დასატენად, რომელიც გამოვართვი მეზობლებს, ასევე მარტო ჩემი ტელეფონი არ იყო, ჩემი მეზობლების ტელეფონიც. ეხლა გაჩვენებთ თოვლის საფარს, ეს არის ცენტრალური გზა. ანუ ცენტრალური გზა ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ნაკლები თოვლი არის, ანუ ყველაზე ნაკლებ სოფელში კიდე იგულისხმება მეტრა და 35 სანტიმეტრი. ჩვენ ზემოთ არის კიდევ სხვა სოფლები, ოხოჯური და 12 და რავი, ძალიან ბევრი სოფელია, სადაც ალბათ მეტრანახევარს საგრძნობად გაცდა თოვლი, შეიძლება 2 მეტრამდე თოვლიც არის. არ ვიცი, აქვს თუ არა გენერატორები, მათთან კომუნიკაცია არ მაქვს, ანუ სოფლის რაღაც ნაწილთან არ მაქვს კომუნიკაცია, არ მხვდება მათი პოსტები და არაფერი ვიცი მათ შესახებ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა სხვადასხვა ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოქვეყნდა ვიდეო, ასევე დაბა ურეკის ადმინისტრაციული ერთეულიდან, სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეულიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ასევე გამოქვეყნდა ნატანების ადმინისტრაციული ერთეულიდან ვიდეო, სადაც ვხედავთ თუ როგორ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.